პასუხობს თუ არა დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს. ამ შეკითხვით მიმართა საზოგადოებას დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. მესამე პრეზიდენტის განცხადებით ამ კრიტერიუმებს ოპოზიცია ჯერ ვერ აკმაყოფილებს, რადგან პარტიების ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის ჩამოსაშლელად იბრძვის და არა გამარჯვებისთვის. ლელო და პარტია ახალი მიხეილ სააკაშვილმა ეს პარტიები დღეს ბიზნეს პროექტებად მოიხსენია. კიდევ რა თქვა დღევანდელ პროცესზე მესამე პრეზიდენტმა ნატალი ჯახუტაშვილი გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკრიტიკა თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი. სააკაშვილმა იერიში მიიტანა ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებზე, თავს დაესხა პარტია ახალს და პარტია ლელოს, მათ უწოდა ბიზნეს პროექტები. განაცხადა, რომ ისინი ვერასდროს ვერ დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ასევე ექს-პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ არსებული კონფიგურაცია ოპოზიციაში არის მარცხისთვის განწირული. Evoluție opoziția a supus გამარჯვების კრიტერიუმებს. ოპოზიციის არსებული კონფიგურაცია არის გარკვეული გამარჯვების პროცესი. რადგან ოპოზიცია დიქტატურა, როცა პარტიები ხასი მიწორებულ დიქტატურა. მათ პროგრამები პროცესი დაუწერა, ვიდრე ჭალაში კონკრეტ ოპოზიცია. როგორც ეგრევე ის ოპოზიცია, რომელიც ლიბერალიზმის ჩემპიონების ხალხზე თვითდაპირებას იცავს და ჩემი საათი ბაზაში და დაწესებით აღწერები. დამსახურების ზოგიერთი დიქტატურის დამკაშებასთან წარდგება დამკაშებასთან საქმის დაჭერას. ან ორგანიზმები ოპოზიციურ პარტიებმა, რომლებიც ძირითადად არიან ბიზნეს პროექტები. კონკრეტულად ბიზნეს ბუს. თემატიკის პარტიის მიხედავთ, არის ბაზრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. ახლა გამგეცანა დაუწყებელი ამაზე თავიდანვე შედგა როგორც ძირითადი ბიზნეს პროექტი. არ გასაუბრებელია გარკვეული ჩემი ნაციონალური ელექტორატის ჩამოსახვევა. ბაზრის გასაუბრება. ბიზნეს შეცვლა მაშინ რაც გიროვებია პარტიის დავალება. შეასრულეს რა გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით? ამაზე დღეს თავად სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ უსაუბრია, თუმცა ოპოზიციური ალიანსის და ნაციონალური მოძრაობის ურთიერთობებზე ყურადღება გაამახვილა მისმა თანაგუნდელმა ირაკლი ფავლენიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ. ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია ალიანსთან დაკავშირებით. დარჩება თუ დატოვებს ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას. ფავლენიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მისი აზრით დისფუნქციურია ეს ალიანსი და იმასაც კი ამატებს, რომ ალიანსი ნაციონალურ მოძრაობას თითქოს არ აძლევს საშუალებას, რომ რამე გააკეთოს. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს, ამაზე თინა ბოკუჩავას შემდეგ პარტიის რიგითი წევრებიც საუბრობენ და ისინიც ეთანხმებიან თინა ბოკუჩავას და ადასტურებენ მის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად ინფორმირებული იყო, როდესაც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით. ალიანსთან დაკავშირებით მარტივად არის სიტუაცია სინამდვილეში, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ არის საქმიანი გარემო და ყველა ხედავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ შემთხვევაში არ აქვს საშუალება თუნდაც რომ წუნდოდეს ალიანსში მუშაობის. ხო, ამიტომაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ალბათ უახლოეს მომავალში და გავიგებთ ამის შესახებ საზოგადოება, იმიტომ რომ ახლა ესე მუდმივად ვერ გაგრძელდება ასეთ
დისფუნქციურ რეჟიმში ყოფნა. ნატოების გადაწყვეტილება. კითხოთ ასევე ერთი კითხვა. ზოგადად გაწყვეტილება ხო ჩვენს მომავალთან დაკავშირებით. ნამგოჟოჟოლიძეს მაშინ არ იყო ჩვენ პარტიაში, ამიტომაც მას შეიძლება არ ქონდეს ეს ინფორმაცია და ასე ეგონა შეიძლება გაუტონ ანუკა სინამდვილეში სხვანაირად იყო, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი რა თქმა უნდა ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ და არ იყო წინააღმდეგი. ახლა მიჩნევს რომ სტარია ეს გადაწყვეტილება. მე? არ უს ვკითხეთ მას ამ ვერგეთოთ ახლა სტარაბო. თავის დროზე ეს რო გაკეთდა, იმიტომ რომ ტაქტიკური მიზეზები არსებობდა და პიროვნული მათ შორის მოლოდინები გვერდზე გადავდეთ და ახლა არ ამგონია რომ მაინც შეცდომად განიხილებოდეს ხო ახლა ამით არაფერი ისეთი არ დაშავებულა რომ ვინმე შეცდომად აღიწყებოდა. რა გადავალაგებები იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ, როდესაც არჩევნები ჩატარდება პარტიაში. ნატალი